კვლავ ვუბრუნდებით მარნეულს, სადაც ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა და ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. კვლავ დაძაბულია ვითარება ადგილზე. პერიმეტრზე ასევე იმყოფებიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. თქვენ კადრში ხედავთ სწორედ მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან განვითარებულ მოვლენებს. კადრში ასევე ხედავთ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს, რომლებიც სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ. ვითარება მარნეულის საარჩევნო უბანთან ამ დრომდე რთული რჩება. ცოტა ხნის წინ მოხდა მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ინციდენტი. მოქალაქეთა ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა, ჩამსხვრეულია საარჩევნო უბნის შენობის მინები. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, თუმცა ვითარების განმუხტვა ვერ მოხერხდა. ახლა კი როგორც კადრში ხედავთ, პერიმეტრზე მობილიზებული არიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. ადგილზე ვითარება რთული რჩება. ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ერთმანეთს ადანაშაულებენ ინციდენტის პროვოცირებაში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უბნიდან საარჩევნო ყუთი იყო გატაცებული, თუმცა ეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დაადასტურა და სპეციალურ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ საარჩევნო ყუთი კვლავ უბანზეა და მას კომისიის წარმომადგენლები იცავენ. არასამთავრობო ორგანიზაციების შესაბამის ორგანოებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ. რამდენიმე ბრიფინგი გაიმართა როგორც ნაციონალურ მოძრაობაში, ისე ქართულ ოცნებაში. ასევე ბრიფინგი გამართა და მარნეულის ინციდენტს გამოეხმაურა პაატა ბურჭულაძის პარტია და ნინო ბურჭანაძე. ჩვენ პირდაპირ ეთერის რეჟიმში ვიღებთ კადრებს მარნეულიდან, სადაც ინციდენტი ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე მუშაობს ჩვენი კორესპონდენტი რუსუდან ლოლაძე, რომელსაც რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ. განცხადებები გაკეთდა პოლიტიკურ პარტიებში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციაში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს შესაბამისი რეაგირებისკენ. ასევე ინციდენტს გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცესკოს სპიკერმა საარჩევნო ყუთის უბნიდან გატაცების ფაქტი არ დაადასტურა, თუმცა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის მიერ გამართული ბრიფინგი, როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ყუთი გატაცებულია. ცესკომ ეს უარყო. ვითარება დაახლოებით 1 საათის წინ დაიძაბა მარნეულის საარჩევნო უბანთან, ჩამსხვრეულია უბნის მინები. ასევე როგორც პოლიტიკოსები აცხადებდნენ, დაპირისპირება მოხდა მოქალაქეთა ჯგუფს შორის, რომლებიც ცდილობდნენ საარჩევნო ყუთის უბნიდან გატაცებას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ცესკო ამ ფაქტს არ ადასტურებს. ამ დრომდე დაძაბული რჩება ვითარება ადგილზე, მობილიზებულია პოლიცია, ასევე სპეცდანიშნულების რაზმს ხედავთ ჩვენ კადრში. და ახლა როგორც მატყობინებენ, საშუალება გვაქვს ჩვენი კორესპონდენტი ტელეფონით ჩავრთოთ პირდაპირ ეთერში, რომელიც ადგილზე მუშაობს. რუსუდან, რა ხდება ამ წუთებში ადგილზე რომ მოგვიყვე, რა ინფორმაცია გაქვს შენ? ამ დროისთვის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია 42-ე საარჩევნო უბანზე. სულ დაახლოებით 2 წუთის წინ სპეცდანიშნულების რაზმი საკმაოდ დიდი რაოდენობა მოვიდა 42-ე უბანზე და უბანი დაატოვებინეს უბნის ტერიტორია. ფიქნებურად შესულ ახალგაზრდებს ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია ვინ არიან ეს ადამიანები, თუმცა ფაქტია, რომ არიან თუ მათ ემოციებიდან მიმსჯელებს,
არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, ყოველ შემთხვევაში ნაწილი მაინც, იმიტომ რომ აქ იმყოფება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ახმედ იმამგულიევი. ჩვენ ვცადეთ მასთან გასაუბრება, მან უარყოფა ის ფაქტი, რომ თითქოს მის მიერ პროვოცირებული იყო აღნიშნული ფაქტი და მის ყოველ გამოსვლას შეძახილებით ხვდებიან აქ მყოფი ახალგაზრდები. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ასევე ვესაუბრეთ საოლქოს უბნის კომისიის ერთ-ერთ წევრს, რომელიც უბნიდან გამოვიდა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად. მან განაცხადა, რომ ეს იყო ბარბაროსული აქტი და დაარბიეს მთლიანად შენობა, თუმცა ის ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მისთვის უცნობია მიზეზები. ეს ადამიანი აქ მყოფმა ახალგაზრდებმა შეკრებულმა ახალგაზრდებმა შეძახილებით გაარტილეს. მე შეგახსენებ, რომ ამ დრომდე ისევ რჩება სპეცდანიშნულების საკმაოდ ბევრი დანაყოფი ადგილზე. აქ არის შეკრებილი ასობით ადამიანი, ძირითადად არიან აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქეები. აქ რჩება პოლიციაც და ფონი ისევ არის დაძაბული. მადლობა რუსუდან ლოლაძე საუბრობდა მარნეულიდან პირდაპირ ეთერში ტელეფონით და ამ ჩვენ მას ცოტა ხანში დავბრუნდებით ასევე ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მე წავიკითხავ ციტატას ამ განცხადებიდან. მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ბლოკი პარტია ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის მომხრეები 52-მერვე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აღნიშნული პარტიების მხარდამჭერები განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ და პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა. საარჩევნო ყუთის გატაცება თავდასხმელებმა ვერ შეძლეს. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება, ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს თავი შეიკავოს აგრესიული ქმედებებისგან ყველა იმ აქტივისტის მიმართ, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყებამ ამ წუთებში გააკეთა. და თქვენ კადრში ხედავთ მარნეულის საარჩევნო უბნის ტერიტორია, სადაც უამრავი ადამიანი არის შეკრებილი, ვითარება კვლავ დაძაბულია, მობილიზებულია როგორც საპატრულო პოლიცია, ისე სპეცდანიშნულების რაზმი. რამდენიმე წუთში, როგორც ჩემთვის ცნობილია, იგეგმება კიდევ ერთი ბრიფინგი ქართულ ოცნებაში და მას რა თქმა უნდა ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. დაიძაბა სიტუაცია დაახლოებით 1 საათის წინ, დარბეულია საარჩევნო უბანი, ასევე გავრცელებული ინფორმაციით მოქალაქეები ცდილობდნენ საარჩევნო ყუთის გატაცებას, თუმცა ეს ცესკო არ დაადასტურა. საიას ინფორმაციით დაშავებულია ასევე ერთი პოლიციელი. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა, მათ შორის მარნეულის პოლიციის უფროსი.